მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ბრძანდებით, მადლობა მეც კარგად. მოგეთ არ მინდა რომ დაწყებით თავი მოგაბეზროთ და მოგაცდინოთ, ამიტომ გეტყვით რომ დღეს არის 31 2 წამი. აი მგონი აი ასე ჯობს ვიდეოს გაგრძელება. მოგეთ რას ვამბობდი, დღეს არის 31 მაისი, მე ახლა ვიმყოფები ლაიფციგში, მაგრამ მალე გავამგზავრები მიუნხენში, სადაც სტარდება ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც თამაშობს ჩვენი კვარადონა. ამიტომ მივდივარ მატჩის საყურებლად, იმედია კარგ ვიდეოებს გადავიღებ, იმიტომ რომ GoPro-ი ვიღებ და ცოტა შორს ვივარ და რთული იქნება გადაღება რაღაცეების. ვეცდები რომ თავარი რაღაცეები გადავიღო, ბევრს ვერ გადავიღებ, იმიტომ რომ დაედიტებისას ჩემს კომპიუტერს ცოტა დარხეული აქვს და ვინმეს თუ კაი კომპიუტერი გაქვს, თუ შეიძლება გავმიგზავნოთ. ასევე ხედავთ ჩემს უკან ჩემოდანს და არა, რა თქმა უნდა ეს მიუნხენში არ მიმაქვს, მალე ჩავამდივარ თბილისში და როდესაც ეს ვიდეო დაიდება, უკვე წესი თბილისში ვარ რა. ასევე გავაკეთებ TikTok გვერდი, სადაც უბრალოდ რაღაცებს ლაყაბობ და თუ გინდათ რომ ნახოთ ჩემი ლაყაბობა, არა მარტო YouTube-ზე და ასევე TikTok-ზეც, უბრალოდ ჩაწერეთ TikTok-ზე Toko KK როგორც საქმეწერია და ნახავთ ჩემს ლაყბობას. მოლ აღარ მოგასცდენთ, მადლობა ყურადღებისთვის და წავედით. Короче, ჩამოვედი აგერ მიუნხენში და უკვე რაღაცებს იღებენ, ინტერის ფანებს უღებენ. მე აქ ბიჭო, ზამბევრი ინტერის ფანი არის, უნდა შევიკრა უფრო კარგად. იმიტომ რომ მეშინია, ანუ მართლა მეშინია, ყველგან ინტერის ფანებია. ბიჭო, ყველგან ინტერის ფანებია. გაი, მე არ მიჩანს მაიკა, ბევრს არ გადავიღებ მიუნხენში. ანუ თვითონ ქალაქში, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ფინალი მაქვს გადასაღები და просто აი ძალიან ბევრი ინტერის ფანი და ცოტა აქედან უნდა გავეცალო. ოპა, PSG-ს ფანი დავამუღა მე ერთი. კარგია. Короче, მოიტანე. Короче, ჩამოვედი თუ არა და რომ გამოვედი მატარულის იმიდან. ახლა უკვე ცოტა ისე დავდივარ, იმიტომ რომ ბევრი PSG-ს ფანი გამეჩიტა. ბიჭოთ, გავჩიტე ჩანქსი. ვიდეო ვერ გადავიღე, მაგრამ ფოტო გადავიღე და ჩავსვავ რა. გამოვშტერდი ზმა და მე კიდევ ვიღაცა სელებრიტები გავჩიტე და ვლოგს იღებდნენ. Короче, ახლა მივიდივარ ცენტრში რა. და ნახოთ ცენტრში რა ხდება. ოპა, ვიღაცა ბარსას ფანი გამეჩიტა. ბიჭო, მე ქართველებს ვეძებ, აბა ქართველები არავინ არ არიან, მაგის დედ დავუატირე. აი, წავედი მოკლედ ახლა და ნახოთ რა. რა ხდება იმინა ქალაქში. არ გადავიღებ თქო, მაგრამ რავი, როგორ არ უნდა გადაიყოთ, აი წინა განწყობა. მატჩის წინა განწყობა რა. აი, მოხდა ანუ ყველგან ინტერის ფანი არის. ან რავი, ყველას ლურჯი აცვია, PSG-ს ფანებიც ლურჯებში არიან, ინტერის ფანებიც ლურჯებში არიან და ვეღარ გავიგე, კაროჩე, ყველა ლურჯებშია. მე სად მივდივარ არ ვიცი. ანუ სადაც წინ მივდივარ და არ ვიცი ხო. აუ, მილანის ფანი. ინტერის ფანები. აუ, რა ხდება? გონი დამერხა მარტო მე ვარ აქ PSG-ს ფანი. ხო რა ვიცი, აი კათედრალთან მოვედი და ამის ანახავად მოვდიოდი და აღმოჩნდი ინტერის ფანებში და იმედია რავი არ დავიბრიდები. ვაფშე სად ვარ, ასზე არა ვარ. ანუ პირველად ვარ მიუნხენში და პროსტა დავდივარ. და ანუ ვახ, ვიღაცას უღებენ. ვახ, ვიღა ინტერის ფანებს გადავიღეს, მე წვინდა და მომახვედრონ. გონი UEFA იყო. ვახ, მაპატიეთ. ვახ, კაი არ ვიცი ნახომის. სვეჩი არ ვიცი სად დავდივარ. ანუ მართლა ვერც ვათვალიერებ ქუჩებს, იმდენი ხალხი არის და სადღაც წავედი და ისე უკან მოვედი. რაღაცნაირად წრედა ვარ, არც ვიცი როგორ. ისევ კათედრალთან. მოი, რამენაირად 2 საათი უნდა გავიყვანო და მე უკვე 5-ზე იღება კარი და 5-ისკენ უნდა გავიდე სტადიონზე რა, თორე რა ვიცი, არც ადგილი არაა, სადმე რო ჭამო, რავი. ჰოთ-დოგი რო ჭამო, რაღაცა უბრალოდ. ეგეც რავი, არ ვიცი სად არის. და короче, რა ვიცი, დავდივარ წრეზე და ჩაუყვები აგერ რამეს, რა ვიცი.
ოიმე, ოპა იღებენ. რაღაცას იღებენ. ვაიმე, აქ დამერხება. ახლა თუ არ გავიწიე, დამბრიდა. მონი გავჩიტე PSG-ს ფანები. არა, ესე ინტერის ფანები არიან. ბიჭო, ინტერს მიაქვს აკაურობა. სვეჩი მიაქვს იმი. დამერხ. ბიჭოს დავდივარ და აი PSG-ს ფანები არ არიან. ყველგან ინტერი არის, აი. ყველგან კიდევ კაი ჯერ აი ძალიან თვალები არ არიან და PSG-ს იმით ცოტა ისე დავდივარ, მაგრამ ვაფშე ყველგან PSG ესა ინტერის ფანები არის. მე ახლა ვეძებ, კაროჩე წყალი მინდა საშინლად. აი ძალიან. და მივიდოდი მაღაზიაში, აი ყველგან ინტერის ფანი არის. PSG-ს მაისურსაც კი არა, უბრალოდ ლურჯი, მუქ ლურჯს, აგე ერთი მუქი ლურჯი გავუჩით. ბიჭო, ვახ. ასეთი დომინაცია არ მეგონა. თუ ნახავდი. რავი, იტალიელები გიჟები არიან, მაგრამ რავი, PSG-ს ფანებიც არ აკლებენ. კაი, წავედი ახლა წყალი მინდა. მოვიდა ახლა ვნახე ჯეოთიმის სტორი და სადაც PSG-ს ფანები არიან, იქ მოვედი და აგე უკვე PSG-ს ფანები წამოვიდნენ. და იმედია საბას ვნახავ. ან რავი, ვინმე ქართულს მაინც ცოტა დაველაპარაკო. აქეთ იმინა PSG-ს ფანებს აქვთ მოწყობილი ფართი. ვა, აქ დიდი ეკრანია, ხო არ გადო. ორი წამი. აი რა ხდება. შესასვლელი სადაა? ვერ ხვდები. აი აქ არის გასასვლელი. შესასვლელი სადაა? შემოვედიტო. და არ ვიცი რა ხდება, არ ვიცი. ბილეთები არ იყო საჭირო. Ce soir, il va falloir que vous fassiez du bruit pour 1, 2, 3, 4, 5. Oui. La compo, c'est moi qui vais la faire ce soir, mais on se fait pas une petite compo avec Michel. On se fait pas une petite compo avec Michel. La compétition. La compo comme à la maison avec Michel. Chers supporters, ici c'est Paris. Alors tous avec moi pour la composition du Paris. Numéro 1, Gianluigi. Numéro 2, Achraf. Numéro 5 et capitaine, Marco Sawas Correa. Numéro 25, Nuno. Wow. Allez Paris, vamos Paris, carajo. À ce soir. Et lui, vous savez c'est qui? Ali. À ce soir les gars. Wow. ძალიან მცხელა. აი ძალიან მცხელა და ყველგან ძალიან რიგი არის. დამერხა მგონი. აუ ჩემ მარტო რატო ვარდო? პარარარაპამპარაპამპარაპამ. საღო მოუმატეთ ხელფასის მოვატევას ვითხოვ. აუ ძალიან სულად. სტადიონთან მოვედი და ჩემი ცხოვრების ყველაზე დაძაბული 40 წუთი გამოვიარა, იმიტომ რომ მატარებლით მოვედი და ყველგან ინტერის ფანი იყო. ყველა დამცინოდა. არც ვარ PSG-ს ფანი. ყვარაცხელიას გამო ვალეში იყო, თორე დანარჩენი მაგარი კიდე. და აი ხალხი უკვე მიდის ალიანს არენასაც ხედო. და 20 წუთში გაიხსნება წესით კარი.
და Puta Catalunya! Puta Barça! Puta Catalunya! ბარსას რაღაც ერჩიან ვერია. ხო, მოკლედ ნელ-ნელა PSG-ს ფანებიც მოდიან. და ახლა ველოდები ანდრო ხელაძეს. იმიტომ რომ კაროჩე არ ვიცი როგორ უნდა შევიდე რა. და ანდროს ველოდები რომ დამეხმაროს კაროჩე შემოსვლაში რა. ინტერეს ფანები. კაროჩე, ვერ გავიგე ვერაფერი რა. ბილეთი კიდე არ ამესახა და ვისგანაც ვიყიდე ამბობენ რომ რაღაცა პრობლემა არისო და 3 საათი რჩება თამაშამდე რა. ანდროს დავამშვიდობე და რა ვიცი მე მიყვები PSG-ს ფანებს, იმიტომ რომ PSG-ს ფანებში მაქვს ნაყიდი რა ბილეთები. არ ვიცი. რა უნდა ვთქვა არ ვიცი. მოკლედ თამაშამდე არის დარჩენილი თითქმის 2 საათი და ბილეთები კიდე არ მაქვს. ვისგანაც ვიყიდეთ კონტაქტზე გამოდიან, მაგრამ არ ვიცი, ამბობენ რომ UEFA support-ს წერთო. მოკლედ ბილეთები თუ არ მომივიდა. კაპიტან პლუს ვაფრთხილებ. თბილისში ჩამოვდივ 4-ში. ვერ გადამირჩევით, ოღონდ მართლა აი აქ არ მინდა უბრალოდ გინება. მაგრამ ხო, თუ მომივიდა ამ ვიდეოს უბრალოდ წავშლი. თუ არ მომივიდა და მოგესალმებით მეგობრებო. რატო გერთვევით სასტუმროდან და არა სტადიონიდან? ჯერ იმას გეტყვით რომ ნუ მოკლედ კვარა მოიგო, კვარას მიულოსოთ. გილოცა კვარა, ქართველები ძალიან გაგვახარე, ქართველების კიდევ ერთი გამარჯვება და ვაფშეტა ძალიან მაგარი ფინალი იყო, 5-0. მოკლედ რა მოხდა? ესე იგი, ბილეთებს ველოდებოდი და საბოლოოდ ბილეთები არ მომივიდა, მოხდა რაღაცა გაურკვევლობა, ვისგანაც ვიყიდე და UEFA-ს შორის. ანუ ისეთი თემა არ ყოფილა რომ აი გადაგვაგდეს და რაღაცა გვერდში გვედგნენ, ყოველთვის გვირეკავდნენ, არ ყვევდნენ, ასე შემდეგ, ოღონდ რაღაცები მოხდა, ახლა გასაგები არის, ყველას მოგდის შეცდომები და ნუ დიდი არაფერი, გავიცანი, უმაგრესი ხალხი გავიცანი დღეს ქართველები, გავატარე ძალიან მაგარი დრო მათთან ერთად და ალბათ თავარი ეგ არის, ხო, თავარი არის მოგონებები. და აი დღევანდელი იყო თავგადასავლით სავსე რა. აი ეს მე მიყვარს ხოლმე რა ხო ხდებით. რა თქმა უნდა მაგარი იქნებოდა ახლა სტადიონზე შესვლა, ყურება ასე შემდეგ, მაგრამ დღეს რაც გადავიტანე, აი ეს არის აი რო დასხდებით და აი შვილებს რომ მოუყვებით, შვილებს და შვილიშვილებს აი ესეთი ამბები გადავიტანე რა. ახლა ბევრს არ დავიწყებ ლაპარაკს ასე შემდეგ, მაგრამ მოკლედ ძალიან მაგარი იყო და ძალიან გავერთე რა. ნუ შემდეგ რა თქმა უნდა თავისი შესწავლები გამოასწორეს, ფული რა თქმა უნდა დაგვიბრუნეს, აგერ სასტუმრო დამიჯაუშნეს უფასოდ მიუნხენში, რაც მარტივი არ არის და ასე შემდეგ რა. ამიტომ ნუ რა ვქნათ, შემდეგში შემოგთავაზებთ უკეთეს ვლოგებს. ახლა კი წავედი უნდა დავიძინო და ალბათ თქვენიცით. გენაცვალეთ და გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. ნუ არ გამოსულ ვიდეოს მაინც დავდებ. რა ვქნათ. მადლობა და ნახვამდის. და სანამ მართლა წავალ, მოკლედ ამ საღამო ბევრი რამ მასწავლა და გეტყვით რომ ანუ რა თქმა უნდა ასეთი იმედგაცრუებები ცხოვრებაში ბევრი გვექნება. მაგრამ ყოველთვის უნდა ვიპოვოთ რაღაცა პოზიტიური, ხო? მაგალითად მე რო ვერ შევედი სტადიონზე, გავიცანი ძალიან კარგი ხალხი და მათთან ერთად გავერთე და ასე შემდეგ. და ნუ მოკლედ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, რატომაც ხდება რა. ხოლო შეიძლება ზუსტად ეს იყო ჩემი მიზეზი, რომ ვერ შევედი სტადიონზე, რომ მაგალითად გამესნო ასეთი განსაკუთრებული ადამიანები და ასე შემდეგ. რა იცი რა ხდება ხო? და ასევე ისიც მასწავლა, რომ როდესაც ჩემპიონთა ლიგის
ბილეთებს ყიდულობ, არასოდეს არავის არ უნდა ენდო და უნდა ენდო შენს თავს. და ზოგადად ცხოვრებაში არავის არ უნდა ენდო 100%-ით. უნდა ენდო მხოლოდ საკუთარ თავს და ხო რა, აი ამისი თქმა მინდოდა. დანარჩენი კი ყველაფერი მშვენიალური, სასტუმროში ვარ, ახლა დავიძინებ და შემდეგ გავამგზავრებ ისევ ლაიფციგში. მადლობა ყურადღებისთვის, ასე დააფოლოვეთ ჩემი TikTok გვერდი, ახალი გაკეთებული მაქვს, ხალხს გონია რომ გიჟი ვარ იმ TikTok-ზე, იმიტომ რომ უბრალოდ ღადავ და იმედია ხალხი ხვდება ამას, არ უნდა მიწევდეს ახსნა, მაგრამ მიწევს და მადლობა ყურადღებისთვის და ახლა უკვე ნამდვილად ხვამდის. და ასევე ჩავსვა ბოლოს ვიდეოებს თუ მაქვს გადაღებული, არ მახსოვს მაქვს თუ არა, სად უყურებდი და როგორ უყურებდი და როდის უყურებდი. იმიტომ რომ ბევრჯერ გადავინაცვლეთ ადგილმდებარეობები. მადლობა და ნახვამდის.